200 ევრო. ვერ უცვლი ზეთს. ჭკუიდან გადავალ. ზეთი მაქვს გამოსაცვლელი. ამბულიდან წამოღებული ზეთი უნდა ჩავასხა მანქანაში. იმედია ფილტვს არ დამატოვებინებენ. შეცვლა უწევს აი ამდენ გარბენზე და ჩემი გარბენი არის ახლა 115,955 კილომეტრი. იტალიაში მგონია რომ ძალიან ძვირი ეღირება და ამიტომაც აქ გამოვცვლი. ხაიმე მე მგონი წინასწარი ჩაწერა სჭირდებოდა და ადგილი არ არის. მეცინება 200 ევრო. გამოცვლა ჩემი ზეთით. არ გამოვშტერდე. კარგი, მესმის რომ მაღალი ხელფასები აქვს, მაგრამ 200 ევრო. სხვა სერვისი ვიპოვეთ, სადაც 100 ევრო გვითხრეს. სხვა გზა არ მოგვს. ჩავაწერე პირველ საათზე. მენანება. ვერ უცვლი ზეთს. ფილტრი არ ქონიათ. მირეკავდა, მაგრამ ვერ დამირეკავდა ფიზიკურად, იმიტომ რომ ქართულ ნომერზე რანაირად დამირეკავდა. ვუთხარ რომ მე მარტო WhatsApp-ი მაქვს მეთქი და აუიო. ახლა მეხმარება რომ ახალი სერვისი მომაძებნინოს იმ გზაზე, სადაც მივდივართ ახალ ქალაქში. მიპოვა ერთ-ერთი ადგილი, სადაც იყიდება ეს ფილტრი. 3 საათის მერე მოიტანენ იმ ადგილას ამ ფილტრს. ახლა არის 2 საათი. ნიკას ველოდებით რომ მოვიდეს. იმ ადგილას აი მოვიდა. ბლედის გზაზე გამოვცვლით ზეთს. როგორც იქნა ვიყიდე. აწი აღარაფერი აღარ მიჭირს. მედნიერად გამოვცვლი. გუშინეს ადგილი დაკეტილი დახვდა. სპეციალურად ამ ქალაქში დარჩენა მოგვიწია რომ ზეთი გამოგვეცვალა. დამჭირდა 9 ზღვის 9 მთის გადალახვა. უხდებიან ერთმანეთს. მანქანის დოკუმენტები გავქვთ. კი და წავედი მანქანაში რომ ამეღო ეს მანქანის დოკუმენტი. ვეძებ და ვერ პოულობ. ტექპასპორტი არ არის. გავაგიჟდი, გადავატრიალე მანქანა და მე მივხვდი რომ გუშინ კიას ცენტრში სადაც უნდა შემეცვალა წესით ზეთი, არ დამიბრუნეს იქ. მე მგონი მომიწევს რომ ლუბლიანაში დავბრუნდე მაგისთვის. მიდის მანქანა ზეთის შესაცვლელად, მოიყვანეს ჩემი მანქანა. რა მაცინებს არც ვიცი რამდენს გადამახდებინებენ. ამოწმებენ ნორმაშია თუ არა ყველაფერი. 115 ევრო გადავეხადა. ჩემი ფილტრით, ჩემი ზეთით. კიდევ კარგი ამ ფოლმა გამომატანა ზეთი, თორე არ ვიცი, ალბათ ერთი 500 ევრო დამიჯდებოდა ამ ზეთის შეცვლა აქ. მადლობა ამბოლს ევროტურის მხარდაჭერისთვის.